კი ფიქრობს, რომ ამის საჭიროება არ არსებობს. ჩვენი პირველი სტუმარი არის ნიკა მელია, რომელიც იყო თბილისის მერობის კანდიდატი, მაგრამ თბილისის მერი ვერ გახდა, ვინც არის თბილისის მერი, ის დღეს არ დაგვრანხდა გადაცემაში მოსვლაზე. მივესალმები ბატონ ნიკას. სამშვიდობისა. ბატონ ნიკა, თქვენ მოითხოვთ დედაქალაქის მთავრობის გადაყედებას. თქვენ ამბობთ, რომ მერიაში კრიზისია, თუმცა ამ ეტაპზე მერისგან თავად გადადგომას არ მოითხოვთ, არამედ მხოლოდ მთავრობის გადაყენებას. რატომ? დიახ, სამწუხაროდ, დღევანდელი დედაქალაქის მთავრობა იმდენად უსუსურია თბილისის წინაშე და თბილისელების წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტის კუთხით, რომ დღეს პრაქტიკულად აღარავის აღარ უკვის ეს თბილისში. ყველაზე საწყენი ეს არის თითქოს ხდება მიზანმიმართულად შეგუება ამ მოცემულობის, რომ დედაქალაქის მთავრობა, მერია, მისი ხელმძღვანელობა უნდა იყოს უმუნარო. თითქოს ეს ადგილობრივი ხელისუფლება არის კონკურენციაში ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ეჯიბრებიან ერთმანეთს უსუსურობაში. ჩემთვის ძალიან დიდი ხანია უკვე თქვენ წარმოიდგინეთ ადგილობრივი ხელისუფლება თბილისის ბევრად უფრო უსუსურია ვიდრე ცენტრალური ხელისუფლება და ადვილი მისახვედრია, როდესაც ცენტრალურ ხელისუფლებასთან შედარებით უფრო უსუსური ხარ თუ რა მდგომარეობა დედაქალაქში. იმდენად უსუსურია დედაქალაქის ხელმძღვანელობა და მისი მთავრობა, რომ ელემენტარულად მერიაში, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოში, გამგეობებში, სამსახურებში, ელემენტარული თანამშრომლებშიც კი ვერ შეძლო სამუშაო ატმოსფეროს შექმნა, სამუშაო მოტივაციის გაჩენა, თქვენ დამეთანხმებით, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ნებისმიერ სამსახურში. თუ თანამშრომელი არ ყავს მოტივირებული, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი არის ძალიან დაბალი, ხომ? ამას ემატება ის, რომ რეალურად ჭამს უკვე კორუფცია დედაქალაქის მერიას, არის აბსოლუტურად უუნარო და აქედან გამომდინარე უმოქმედო, ეს ყბადაღებული, ასე თქვათ, ეპიტეტი გახდა დედაქალაქის მერიის, რომ ისინი არიან უუნაროები, მაგრამ ფაქტი არის ჯიუტია, ჩვენ ფაქტებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ და აქედან გამომდინარე რჩება მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი, სანამ ყველაფერი მართლა თავზე ჩამოგვენგრია თბილისში და აქამდე გაკეთებული საქმეები და მიღწევებიც წყალში გადაიყარა, ბატონმა ნარმანიამ აუცილებლად უნდა გადააყენოს მთავრობის სრულიად მთლიანი შემადგენლობა და არაერთი ორი, ასე თქვათ, მთავრობის წევრის შეცვალოს. ვინაიდან ეს ვერაფერს ვერ შექმნის და შეცვლის დედაქალაქის მერიაში. მთლიანი შემადგენლობა უნდა შეიცვალოს, ვინაიდან ეს შემადგენლობა თავის დროზე დავაცვათ ახალი კადრების დანიშვნას, რომლებიც შეცვლიან არსებულ ვითარებას. ეს შემადგენლობა დავაცვათ თუ შეიძლება თავის დროზე დაინიშნა მხოლოდ ახლობლობის, მხოლოდ ნათესაური და პარტიული ნიშნით. აქედან გამომდინარე, ბატონმა ნარმანიამ უნდა დაითხოვოს ეს მთავრობის შემადგენლობა და გზა გაუხსნას მართლაც კვალიფიციურ, მართლაც გამოცდილ კადრებს, ვინაიდან არსებობს ჯერჯერობით. ამას გულისხმობს ზუსტად ნათესავებს რა დალევს, მაშინ რატომ გაქვთ გარანტია, რომ ახალი კადრები სხვა ნიშნით შეირჩევიან? გეტყვით, ძალიან გაუჭირდება ბატონ ნარმანიას ამაზე არაკომპეტენტური და უსუსური წევრები დააკომპლექტოს დედაქალაქის მთავრობა. მით უმეტეს იმის შემდეგ, რაც დედაქალაქის მოსახლეობა დარწმუნდა, რომ 8 თვის განმავლობაში რეალურად არაფერი არ გაკეთებულა. საზოგადოება არის გაცილებით უფრო გამოფხიზლებული, მაგრამ როდესაც მე ამას ვსაუბრობ, რომ ბატონმა ნარმანიამ უნდა დაითხოვოს დედაქალაქის მთავრობა, მინდა ვიყო გულწრფელი და ვთქვა, რომ ეს პრაქტიკულად არის შეუძლებელი და რატომ არის შეუძლებელი? ვინაიდან ბატონი ნარმანია დღეს დედაქალაქის მერიაში ასრულებს მხოლოდ ნომინალურ ფუნქციას. ის არის ნომინალური პერსონა და თავიდან ბოლომდე ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იქნება ეს საკადრო, ინფრასტრუქტურული თუ სოციალური, არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის პატრონაჟის და კურატორობის ქვეშ. ამიტომ, როდესაც მე ვსაუბრობ ბატონ ნარმანიაზე, გულისხმობ ბატონ ივანიშვილს, ეს დაახლოებით ის მდგომარეობა, ვამბობ ლენინს, გულისხმობ პარტიას, ვამბობ ნარმანიას, გულისხმობ ივანიშვილს, ვამბობ ივანიშვილს, გულისხმობ ნარმანიას. ეს ორი ადამიანი თანაბრად არის პასუხისმგებელი იმ უუნარობაზე, იმ უმოქმედობაზე, რაც დღეს ჩვენ გვაქვს დედაქალაქში. რომელიც თქვენ ახსენეთ, რა პრობლემებს გულისხმობთ კონკრეტულად? ეხლა თუ დღეს დედაქალაქში არსებობს ერთი ობიექტური ადამიანი მაინც, ვინც იტყვის, რომ ეს მთავრობა დედაქალაქის არის რაიმეს გამკეთებელი მაინც, ხომ? მე ვფიქრობ, რომ ალბათ ჩვენ მეც მათ შორის მოვიხდიდი ბოდიში, ვინაიდან 8 თვის განმავლობაში ვერ განხორციელდა ვერც ერთი ინფრასტრუქტურული და მსხვილი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი, ვერც ერთი დაპირება ვერ იქნა ხორცშესხმული, ხომ? ბატონი ნარმანია საუბრობდა უამრავ დაპირებებზე, ელემენტარულად ეხლა ხშირად საუბრობენ, ორმო ვერ იქნა ამოვსებული და
ორმოს თავი დავანებოთ, აი ქართული ოცნების დეპუტატი ბრძანდებათ, აი ბარათაშვილის ხიდზე, ბარათაშვილის 12 ნომერი, ცნობილი სახლი, ხო, მუნიციპალური საათი არის. ეს საათი უკვე მეხუთე თვეა 4 საათით ჩამორჩება რეალურ დროს. ეს საათი მუშაობს, ეს საათი არ არის გაჩერებული, უბრალოდ უნდა გასწორება. აი ელემენტარულად, როდესაც მუნიციპალურ საათს ვერ გაასწორებს დედაქალაქის ხელმძღვანელობა, ნუ რა პროექტებზეა აქ საუბარი? რა თქმა უნდა, როდესაც საუბარი იყო, რომ 100 ავტობუსის შეძენა უნდა განხორციელებულიყო ჩვენს მიერ და ბატონმა შიხიაშვილმა, ანუ ქართულმა ოცნებამ თავის დროზე 3 თვით ბიუჯეტი არ დაგვიმტკიცა და მე არ გვაყიდინა ეს 100 ავტობუსი, დღეს ბატონი ნარმანია გამოდის და იძახის, რომ წელს ჩვენ არ აგვაქვს საშუალება სახსრები, რომ შევიძინოთ 100 ავტობუსი თბილისელებისთვის და მომავალ წელს იქნებ მოვახერხეთო. არა და რეალურად ბატონი მარგიშვილისთვის ხომ გამოინახა საშუალება იმ სამსახურის შექმნის. ამიტომ მე ვფიქრობ, ყველა მიმართულება, ინფრასტრუქტურული, სოციალური, ეს არის აბსოლუტურად განადგურების პირას და სანამ მართლაც იგივე ვიტყვი, ჩამოგვენგრა ყველაფერი თავზე, მნიშვნელოვანია რომ სასწრაფოდ იქნეს დათხოვილი ეს შემოადგენლობა მთავრობის და ბატონმა ივანიშვილმა აუცილებლად უნდა რაღაცნაირად შეუწყოს ხელი ბატონ ნარმანიას, იმიტომ რომ პირდაპირ გეტყვით, ბატონი ნარმანია არის დაკომპლექსებული ბატონი ივანიშვილის მიერ. ეხლა თქვენ წარმოვიდგინეთ პარალელურად რო გავალო რა ხდება დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ხომ? ეხლა არის მინისტრი ბატონი შავლიაშვილი, მილიარდიანი ბიუჯეტი აქვს და ბატონმა ივანიშვილმა ჩაუსვა ბატონი ნოდარ ჯავახიშვილი ოდერად პრაქტიკულად და უკანასკნელი დღეების განმავლობაში ბატონი ნოდარ ჯავახიშვილი ღიად აკრიტიკებს თავის მინისტრს, რომ ის არის უუნარო, რომ ის არის აბსოლუტურად არაფრის გამკეთებელი და სუსტი მინისტრი, ნაცვლად იმისა, რომ ეხმარებოდეს, ნაცვლად იმისა, რომ საქმეს აკეთებდეს. რა უნდა გააკეთოს ის ბატონმა შავლიაშვილმა, როდესაც ასეთი მინისტრი ყავს და მოადგილება. მაგრამ იგივე ხდება დღეს დედაქალაქის მერიაში. ჯერ რა არის ცალკე აღებული და რა შესაძლებლობები აქვს ბატონ ნარმანიას. ეს ჩვენ დავინახეთ უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში და დაახლოებით 8, 9, 10 უფროსი ყავს ამ ადამიანს. ან შეეშვას რეალურად ამ ადამიანს, რომელიც უბრალოდ უციფერბლატო საათის ფუნქციას ასრულებს, ვერაფერს ვერ გაიგებ ბატონი ნარმანიასგან. არავინ მას არაფერს არ ეკითხება. უმნიშვნელოვანეს საკითხებს ბიძინა ივანიშვილი კურირებს და უმნიშვნელო შედარებით საკითხებს კურირებს სუსი. და ეს მინდა ძალიან გთხოვთ თქვა, სუსი კურირებს აბსოლუტურად ყველა თითქოს უმნიშვნელო საკითხებს. სუსის დღევანდელი უფროსი გახლავთ არც მეტი არც ნაკლები ბატონი ივანიშვილის ახლო მეგობარი, ვინმე მირიამ ჭედლიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ქართული ჯგუფის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და მისი ძმა საკრებულოში, ვინმე მალხაზ ჭედლიშვილი, აი ორ ადამიანს რეალურად აბარია დღეს დედაქალაქის მერიის მართვა და ვის რჩება იმის ილუზია ხედავს, ვინმე ადგილს ამ სივრცეში ბატონი ნარმანიას უფროსობისთვის, ეს ორი ადამიანი ძმები ჭედლიშვილები და აი თუ ვინმეს გაუგია ბატონი მალხაზ ჭედლიშვილის სახელი და გვარი მე საინტერესოა 99 მილიონ ნახევრიანი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვინმე მალხაზ ჭედლიშვილი, რომელიც არის სუსის უფროსის ძმა, არც ერთხელ არ გამოჩენილა არც საჯარო საკრებულოს წევრი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. ეს ადამიანი დაკავებულია ძირითადად კონტროლით. ბატონი ნარმანია არის უბრალოდ ნომინალური ფიგურა და ამ ვითარებაში ბატონ ნარმანიას რო ჰქონდეს შესაბამისი უნარი და შესაძლებლობები, მაინც ვერაფერს ვერ გააკეთებს და როგორც ჩანს ბატონ ივანიშვილის ეს სტილი არის მართვის ასეთი, იგივე ხდება ინფრასტრუქტურის სამინისტროში, იგივე ხდება დედაქალაქის მერიაში და ყველა სხვა თვითმმართველობებში. ამიტომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არის, რომ ბატონმა ივანიშვილმა ბატონ ნარმანიასთან ერთად ეს გადაწყვეტილება მიიღოს. წინასწარ შემთხვევაში აბსოლუტურად ყველაფერი გაჩერებულია დედაქალაქში. კიდევ ერთხელ მე მინდა ვინაიდან პირველად გაისმა ამ კონტექსტში ეს სახელები და გვარები, კიდევ ერთხელ მოკრედო, რომ დააკონკრეტოთ ვინ არიან მირიამ ჭედლიშვილი და მისი ძმა მალხაზ ჭედლიშვილი. ბატონი მირიამ ჭედლიშვილი გახლავთ სპეცსამსახურის სუსის უფროსი, რომელიც არის ბატონი ივანიშვილის მეგობარი, უახლოესი, რომელიც საქართველოს სუსის უფროსი, უსაფრთხო სააგენტოს შემოკლებით სუს ეძახიან, სპეცსამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც რეალურად ხელმძღვანელობს დღეს დედაქალაქის მერიას თავისი ძმის მეშვეობით, რომელიც არის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ვინმე მალხაზ ჭედლიშვილი, რომელსაც კაცი შვილი არ იცნობს. ალბათ აი კოლეგები იცნობენ, მხოლოდ საკრებულოს წევრები. არავინ ადამიანს არ იცნობს, ხომ? და ბატონი ივანიშვილის სტილი არის ასეთი მართვა. ახლა 100 მილიონი აზრი არ აქვს საუბარი იმაზე, თუ რა ვერ გააკეთა და რა არ გააკეთა ბატონმა ნარმანიამ, იმიტომ ვერაფერს ვერასოდეს ვერ გააკეთებს ამ ვითარებაში. 100 მილიონი ლარი მცირე და საშუალო ბიზნესისთვისო, წინა საარჩევნო კამპანიაში საუბრობდა ბატონი ნარმანი და ლარი არ
არ არის გამოყოფილი, ხო? დავაორმაგებთ კომუნალურ ვაუჩერებსა და 250.000 შეუმცირდა კომუნალური ვაუჩერები. რაზეა საუბარი, საერთოდ დაკომპლექსებული ადამიანი არის მანდრაჟის ქვეშ. ხალხო, თუ ვერ აკვირდებით ადამიანი მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე, რომ ჟურნალისტებს გაურბის სათადაგო კარები. ჭედიშვილების შესახებ ჩვენ მე ვიკითხავ საკრებულოს წევრებთან, რომლებიც ახლა იქნებიან ჩვენი სტუმრები. ბატონო ნიკა, თქვენ ისაუბრეთ ნეპოტიზმზე, საკადრო გადაწყვეტილებებზე, მაგრამ თქვენ გაქვთ პრეტენზიები აგრეთვე იმ კონკურსებთან, რომელიც იმართება და ასევე ტენდერებთან და იმ ფულთან, რომელიც ტენდერების მეშვეობით იხარჯება შემდეგ. რა პრეტენზიებია? ის რა დედაქალაქის მერიაში მოხდა კონკურსთან მიმართებაში, ეს არის ცინიზმის მწვერვალი. და რა მოხდა? ორეტაპიანი ტესტირება იყო და გასაუბრება კონკურსი. ტესტირებაზე გავიდა ქართული ოცნების დროს დანიშნული თანამდებობის პირები და 80% ვერ ჩააბარა და მიუხედავად ამისა, ისინი ინარჩუნებენ თანამდებობებს და კერძოდ. დღეს თბილისში 30 გამგებლის მოადგილიდან 21 გამგებლის მოადგილიდან ვერ ჩააბარა, გამოსდა ვერ გაიარა ტესტირების ელემენტარული კომპეტენციის ზღვარი და მიუხედავად ამისა ინარჩუნებენ. მაგრამ ამავე დროს ის ხალხი, ვინც წლების განმავლობაში 90-იან წლებშიც კი მუშაობდნენ დედაქალაქის მერიაში, გადალახეს პირველი ეტაპი და გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე, აი გასაუბრებაზე ჩაუსარდა სუსის თანამშრომელი ვინმე ბებიაშვილი, რომელიც ამავე დროს მუშაობს დედაქალაქის მერიაში და ეს კადრებზე არის დაფიქსირებული, ხომ? და ბატონი გეგი ნიჟარაძე, კომისიის წევრი, რომელიც ინარჩუნებს თანამდებობას დედახედობის სამსახურის უფროსის, ემუქრებოდნენ ფიზიკური განადგურებით და 3 საათით გამოკეტეს ოთახში, ხომ? და 32 მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე ყავს დღეს დედაქალაქს. 32-დან 28 ვერ ჩააბარა, მაგრამ ვინაიდან ესენი არიან ქართული ოცნების დროს დანიშნულები, ყველა ინარჩუნებს. და მე თვითონ გეკითხებით, თუ არ ცხვენიათ მაინც მოქალაქეების, იგივე თავიანთი თანამშრომლების, აი ხვალ გლდანში მაგალითად მოქალაქე რომ მივიდეს, 3 გამგებლის მოადგილე ყავს გლდანის გამგებას. 3-ვე არის ჩაჭრილი, 3-ვე არის რეალურად არაკომპეტენტური. იგივე ხდება დიდუბეში, ხომ? თუ ქართული ოცნების რიგებში ვერ მოინახა მართლაც კომპეტენტური ადამიანი, ვინც იმ გაჭირვებულ ხალხს რეალურად დახმარებას აღმოუჩენს. რა უნდა გააკეთოს უვიცმა ადამიანმა, რომელიც ვერ ერკვევა ელემენტარულში. რაც შეეხება ტენდერებს, 30 მილიონი ლარი არის, ასე ვთქვათ, დაკონტრაქტებული რიგ კომპანიებთან ტენდერის და კორუფციის ფაქტები აგრეთვე. ტენდერის გარეშე. ანუ დიახ, წარმოიდგინეთ, ეს იგივეა დღეს თბილისში ბატონ ბოდოკიაზე არის მცდელობა, რომ ყველაფერი დააბრალონ ბატონ ბოდოკიას. რაც რა თქმა უნდა ეს არის მცდელობა, რომ გამოაძვრინონ ამ მდგომარეობიდან ბატონი მარგიშვილი და ბატონი ნიჟარაძე. ბატონი ნიჟარაძეს მოადგილე ზედახედობის სამსახურის უფროსის მოადგილე მედულაშვილი გაუშვეს იმ მიზეზით, თითქოს მან გამოცდა ვერ ჩააბარა. და მის ადგილზე დანიშნეს მეორე მოადგილე, რომელსაც ასევე გამოსტა რა ჩაბარებული. ბატონი ბოდოკიას ვერ დავაბრალებთ ყველაფერს, რაც დღეს დედაქალაქის მერიაში ხდება. ისევე როგორც ბატონ ნარმანიას ვერ დავაბრალებთ ყველაფერს, რაც დედაქალაქში ხდება. ბატონი ივანიშვილი არის პასუხისმგებელი ბატონ ნარმანიასთან ერთად და მე მიმაჩნია და დაწონებული ვარ უახლოეს პერიოდში ეს მდგომარეობა არ გამოსწორდება და ამ მდგომარეობას არ მიიჩნევს საგანგაშოდ დღევანდელი ხელისუფლება. აი სწორედ 21 მარტს აი ამასაც ეძღვნება, ამ უსამართლობასაც ეძღვნება და 10,000-ობით თბილისელი გამოვა, იმიტომ რომ 1000-ობით თბილისელი გაუბედურდა და მართლაც კომპეტენტური და კვალიფიციური ხალხი უსამართლოდ გამოყარეს და უვიცი და არაკომპეტენტური ხალხი დატოვეს თანამდებობაზე და თუ იმას გონია რომ ეს ქვეყანა არის ჩალეთ დაფარული, ეხა აი საკრებულოს თავზე აი ყავ თქვენ საკრებულოს სტუმრები არიან, რომლებიც გადაცემის შემდეგი ნაწილები არიან, მაგრამ 30 გამგებლის მოადგილიდან 22 გამგებლის მოადგილე არის გამოცდა ჩაჭრილი, არაკომპეტენტური და თუ მათ მაინც არ წვენია და როდემდე უნდა ისაუბრონ რომ შავი არის თეთრი. თქვენ რომ შეგვეშალა ვესტებით გამოვასწოროთ. ნაცვლად ამისა, ეხა ნაცვლად მოაყრიან საზოგადოებას. მადლობა ბატონ ნიკა, ჩვენ დებატები გვექნება შემდეგ სტუდიაში.